და ქრისტეს რო ახსენებს, მერე პავლე მოციქული თავის თავშიც ქრისტესადმი სიყვარულით ტკბება და ესეთ რამეს ამბობს, რომელმან, ანუ ქრისტემ გვახსენებს, იმიტომ რომ ეს იცით ადამიანის დავიწყება ხო ხშირად გვითხოვს, რომ ადამიანი ყველაფერს ივიწყებს და აი ქრისტემ რაქნა ჩვენთვის, ეს ყველაფერი რომ ესე მაგრად საუბრობთ რა, აუ რახე როგორ საუბრობთ, როგორი ცოდნა გვაქვს, რა გამოცხადება და ეს ყველაფერი იცით რატომ მოხდა, იმიტომ რომ შენთვის და ჩემთვის, შენს მაგივრად და ჩემს მაგივრად ქრისტეს საშინლად გონება მიუწვდომელად ეტკინა, იტანჯა და მოკვდა და ამიტომ პავლე მოციქული ქრისტეს რო ახსენებს, მე აგზელებს, რომელმან იგი მისცა თავი თვისი ჩვენთვის, რათა გვიხსნეს ჩვენ ყოვლისაგან ურჯულოებისა და განწმიდნეს თავისა თვისისა ერად მოგებულად მობაძვად კეთილ საქმეთა. ანუ ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ახლა ესე უნდა გქონათ, ესე უნდა გავაკეთოთ, ესე უნდა მოვიქცეთ, ესე უნდა ვიბრძოლოთ, ეს ყველაფერი იწყება იმით, რომ ცოდვის და ეშმაკის ძალმომრეობისაგან მიხსდა, გესმით? იმით, რომ ჩემს მაგივრად ის მოკვდა. და ამის გამო გამამართლა, ალოგიკურია, რა თქმა უნდა. თვითონ მოკვდა და მე რატომ მამართლებ? აი ეგრეა, თვითონ მოკვდა და მე მამართლებს. რატო ღმერთია ყოვლის შემძლეა და თავის ყოვლის შემძლეობას იმაში კი არ იყენებს, რომ მე დამრგუნოს, არამედ თითქოს და უსამართლოდ, მე ვამბობ, თითქოს და უსამართლოდ გამამართლოს ჩემი ცოდვებისაგან, იმიტომ რომ ჩემს მაგივრად თვითონ მოკვდა და ჩემზე გააუქმა, გააქარწყლა ეშმაკის ძალაუფლება. შესაბამისად, დაცემული ნების ჩემზეთ უზურპაცია გააქარწყლა. უსამართლოდ, ულოგიკოდ კი ბატონო, მაგრამ აი ესე გააკეთა. მისი ყოვლის შემძლეობა ამაში გამოვლინდა.